გახდება თუ არა აზერბაიჯანი გემბლინგში საქართველოს კონკურენტი ამას დრო აჩვენებს, თუმცა აზარტული თამაშების ინდუსტრია უკვე აფასებს გავლენას, რაც კასპიის ზღვაში ხელოვნურ კუნძულებზე კაზინოების გახსნა შეიძლება მოხდეს. მიმდინარე კვირაში აზერბაიჯანის მილი მეჯლისის ანუ პარლამენტის გადაწყვეტილებით ქვეყანაში კაზინოს გახსნა ნებადართული გახდა. აზერბაიჯანული მედია წერს, რომ კაზინოები მხოლოდ სპეციალური ლიცენზიის საფუძველზე და სახელმწიფოს მკაცრი კონტროლის ქვეშ ფუნქციონირებენ. ქვეყნის სახელმწიფო მედიისგანვე ხდება ცნობილი, რომ ლიცენზიის ფლობისთვის ბიზნეს წელიწადში $200,000 გადახდა მოუწევს. თამაშის უფლება კი 21 წელს გადაცილებულ პირებს ექნებათ. კანონით კაზინოს გახსნა მხოლოდ კასპიის ზღვაში მდებარე ხელოვნურ კუნძულებზე იქნება შესაძლებელი. აზერბაიჯანელი პარლამენტარების განცხადებით, სათამაშო ბიზნესი საბიუჯეტო შემოსავლებს გაზრდის, განავითარებს ტურიზმს და შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს. 2024 წლის შემოდგომაზე ილჰამ ალიევის ყოფილმა სიძემ აზერბაიჯანული წარმოშობის რუსმა ბიზნესმენმა ემინ აგალარომა კასპიის ზღვის სანაპიროზე თავის გასართობ კომპლექსში კაზინოს გახსნის გეგმა დაანონსა. გარდა ქვეყანაში აზარტული თამაშები ჯერ კიდევ ილჰამ ალიევის მამის ჰეიდარ ალიევის პრეზიდენტობის დროს აკრძალეს. მუსლიმური ქვეყნების უმეტესობაში აზარტული თამაშები მკაცრი რეგულაციების ქვეშ არის. 2024 წელს არაბეთის გაერთიანებული საამიროები გახდა პირველი ქვეყანა სპარსეთის ყურეში, სადაც აზარტული თამაშები ნებადართული გახდა, თუმცა მხოლოდ ხელოვნურ კუნძულზე. საქართველოში სათამაშო ინდუსტრია ბოლო წლების რეგულირების უკიდურესად გამკაცრების მიუხედავად მზარდია. გაზრდილი საგადასახადო ტვირთის პირობებშიც კი აზარტული თამაშების ბიზნესის ბრუნვა იზრდება. ამიტომაც სექტორის წარმომადგენლებს კითხეთ, როგორ აისახება აზერბაიჯანის კონკურენცია ქართულ სათამაშო ინდუსტრიაზე. აზარტული თამაშების ასოციაციის ხელმძღვანელი გიორგი მამულაიშვილი გვეუბნება, რომ გავლენა მხოლოდ მიწის კაზინოებზე იქნება, რადგან ონლაინ სათამაშო საიტებისგან განსხვავებით, აზერბაიჯანელი მოქალაქეები საქართველოში მიწის კაზინოების აქტიური მომხმარებლები არიან. მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანში აკრძალულია აზარტული თამაშები, სადღაც 55-დან 65%-მდე აზერბაიჯანელი მოქალაქეები ჩართულები არიან აზარტულ თამაშებში. შესაბამისად, გამომდინარე იქიდან, რომ მათ ქვეყანაში აკრძალულია ეს, ისინი ამ სერვისებს იღებენ ახლო მეზობლებთან. საქართველოში, სასომხეთში, რა თქმა უნდა, ვერ ჩადიან, ყაზახეთში, უზბეკეთში და ასე შემდეგ. გამომდინარე აქედან საკმაოდ კარგი კონტრიბუტორია ამ ბიზნესისთვის აზერბაიჯანელი მოთამაშეები, თუმცა თუ შევადარებთ რეგიონის სხვა მოსახლეობას, ალბათ სადღაც 5%-მდე უჭირავს, 5-დან 10%-მდე უჭირავს ამ კატეგორია ხალხს საქართველოს ბაზარზე თავის დანახარჯებით. მამულაიშვილის თქმითვე, აზერბაიჯანში კაზინოების გახსნამ ქართულ სათამაშო ბიზნეს შესაძლოა 5-დან 10%-მდე შემოსავალი დააკარგინოს. რაც შეეხება რა შედეგები ექნება, ეს პირველ რიგში დამოკიდებულია როგორი ტიპის კანონმდებლობას მიიღებს აზერბაიჯანი. დღესდღეობით საქართველოს რეგიონში წამყვანია, თუმცა გამომდინარე ამ ბოლო 3 წლის ცვლილებებიდან გამომდინარე საკმაოდ ბევრი პრობლემა შეექმნა განსაკუთრებით მიწის კაზინოებს. პირველი ის, რომ გატანის საკომისიო მიუღებელია ბევრი უცხოელი მოქალაქისთვის და მას ურჩევნია დაუშვათ იგივე ჩავიდეს სხვა მეზობელ ჩვენ ქვეყანაში და იქ მიიღოს სერვისები. აზერბაიჯანი თუ მიიღებს სწორ კანონმდებლობას და სწორი მიმართულებით წაიყვანს აზარტული თამაშების განვითარებას, მე ვფიქრობ, რომ მიწის ობიექტებს სადღაც 5-დან 10%-მდე მოაკლდება ის შემოსავალი, რაც შემოსავალსაც იღებდა ზუსტად აზერბაიჯანელი მოქალაქეები. ბეცონ ჯორჯიას ფინანსური დირექტორი გიორგი ნიჟარაძე გვეუბნება, რომ აზერბაიჯანში კაზინოების გახსნას ონლაინ სათამაშო ბიზნესზე გავლენა არ ექნება. ონლაინში პირადად ჩვენი ბაზის აზერბაიჯანელებთან არანაირი შეხება არ გვაქვს, იმიტომ რომ აკრძალულიც არის ზოგადად ეგ ქვეყანა ჩვენს აკრძალულ ქვეყნების სიაში არის, შესაბამისად აზერბაიჯანელები ჩვენთან არ თამაშობენ ონლაინში. რაც შეეხება მიწის ნაწილს, მე რაც ვიცი, გავლენა დიდი არ არის. მიწის ნაწილში რაც შეეხება უფრო მიბმული არის ტურიზმზე. ზოგადად მიწის კაზინოები და მიწის ტოტალიზატორი არის უფრო მეტად ჰოსპიტალიტის ნაწილი. ანუ არ არის ცალკე ვერტიკალი არის ჩემი ხედვით ონლაინ კაზინოები. შესაბამისად ჩვენს ბიზნესზე არანაირ გავლენას არ იქონიებს.
საქართველოში სათამაშო ინდუსტრიის შემოსავალიც მზარდია. Საქსტატს ამ დროისთვის 2023 წლის მონაცემები აქვს გამოქვეყნებული, რომლის მიხედვითაც აზარტული თამაშების კომპანიების ბრუნვა 64 მილიარდ ლარამდეა გაზრდილი. აღსანიშნავია, რომ 2018 წლიდან ბრუნვის მოცულობა განისაზღვრება ყოველ ჯერზე დადებული ფსონების ჯამით. 2023 წლის მონაცემებითვე სექტორი ჯამში 12000-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს. რაც შეეხება ეკონომიკაში მის ზომას, აზარტული თამაშები ხელოვნება, გართობა, დასვენების სექტორში შედის და მთავარი წილი უჭირავს ამ სექტორში. გასულ 2024 წელს მისი ზომა 3.3 მილიარდი ლარი იყო. ამ დროისთვის საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზომა კი 92 მილიარდ ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ამ სექტორზე მთლიანი შიდა პროდუქტის 3.5% მოდის. უშუალოდ აზარტული თამაშების წილი აქედან დაახლოებით 3% იქნება. ბოლო წლებში მთავრობამ აზარტული თამაშების ინდუსტრიას ბევრი შეზღუდვა დაუწესა. სახელმწიფო მაწია მოთამაშეთა ასაკი. საჯარო სამსახურში დასაქმებულ და სოციალურად დაუცველ პირებს კი თამაშის უფლება სრულად აუკრძალა. სხვა ბიზნესებისგან განსხვავებით, ამ ინდუსტრიაში ფაქტობრივად მოგების ნაცვლად შემოსავალი იბეგრება. ანუ იბეგრება მიღებულ ფსონებსა და გაცემულ მოგებებს შორის სხვაობა. რეგიონში მზარდი კონკურენციის პირობებშიც კი ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ქართული ოცნების მთავრობამ სათამაშო ბიზნესთან მიდგომების შეცვალოს და საგადასახადო ტვირთი შეუმციროს, ან რეკლამის უფლება მისცეს, რომელმაც აზარტულ კომპანიებზე მეტად დამოუკიდებელი მედია გვარიანად აზარალა.